გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ცოტა დიდი ინტერვალი გამოგვივიდა დროში ვიდეოებს შორის, მაგრამ იყო რაღაც მიზეზები. სიახლეც არ მქონდა ისეთი არაფერი და თან რაღაცა ზაფხულის მეორე ნახევარი, შემდეგ შემოდგა მე წინა საახალწლო რაღაცები და მოკლედ ამოგვივარდა. ეხლა დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. უკვე რამოდენიმე ჩაწერილი მაქვს, ეხლა დავამზადებ და გამოვუშვებ რამოდენიმე განხილვა, თვითონ დეგუსტაცია, ჩემი ცნობილი კი არა, ჩემი საყვარელი ცნობილი თამბაქოების და ეხლა კი ამჯერად unboxing-ს შემოგთავაზებთ, ახალი გზავნილი მივიღე და აი მოკლე მიმოხილვას თუ რა თამბაქოები არის და თქვენც გაგიწევთ რეკომენდაციას შეზენას. ესეთი სტანდარტული შეკვრა მივიღე. ხო, მოვაყოლე ერთი შეკვრა, მას ცდილობ ხანდახან შევიძინო პერიოდულად თამბაქოსთან ერთად ფილტრები. ეს არის 3 მმ-იანი ფილტრი, სპეციალურად აი ამ ჩიბუხებისა, აი სიმინდის ტარის ჩიბუხს რო გძახდით, მე თუ სიმინდის ტაროსგან გაკეთებული რო არის ამერიკული. მქონდა მაგის განხილვაც ძალიან კარგი ჩიბუხი არის, საკმაოდ იაფიანი და ის თავისებური ჩიბუხია და ბევრი სხვათა შორის ამერიკული, სამხრეთ ამერიკულია ძირითადად თამბაქოები. ამ სამხრეთ ამერიკული გეოგრაფიულ კონტინენტებს კი არ გულისხმობა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთი შტატებში ძალიან პოპულარულია და ბევრი ის თამბაქო კარგად მიდის აი ამ ჩიბუხში. ეს 3 მმ-იანი სპეციალური ფილტრით არის და ეს არის სხვა მე წინა მე მგონი ერთ-ერთ გამოშვებაში გაჩვენეთ თქვენ ორი ფირმა უშვებს ამ ტიპის ფილტრებს და ერთ-ერთი არის აი ეს ასე კი რა Medco filters მაგბარენი უშვებს ამას და ის არის დოქტორ გრაბოვის ფირმის ერთნაირი იმიტომ რომ ქახალდი არის ფაქტიურად დახვეული ისეთი არაფერი კაბიკები ღირს და შეიძინეთ. საერთოდ ფილტრებზე მინდა და ცალკე ვიდეოს ჩაწერე და ჩავწერ შემდეგ და ვისაუბრებთ და იქ ყველანაირ ფილტრს განვიხილავთ რომელიც გვაქვს. ეხლა გადავიდეთ თამბაქოზე, თუ რა თამბაქო მივიღე. მე გითხარით რომ სხვადასხვა ტიპის თამბაქოები არსებობს, ხო? კლასებად არის თუ როგორ ქვია ამას დაყოფილი ვირჯინია, ბერლი და ესენი. მე გითხარით რომ მე უფრო აი ბერლისკენ ვიხრები და ესეთი ბერლის ნაზავები მომწონს. ანუ სუფთა ვირჯინია, სუფთა ბერლი ნაკლებად არის. სულ არის შერეულები ეს თამბაქოები და სადაც ვირჯინია იქ აუცილებლად ბერლია და სადაც ბერლია იქაც აუცილებლად ვირჯინია არის. აქ უბრალოდ რომელი არის წამყვანი. მე გულისხმობ და მე ვამბობ იმ თამბაქოებს და იმ ნაზავებს, სადაც აი მაგალითად ბერლია უფრო წამყვანი და აი ესეთი თამბაქო გამოვიწერე ორი განვიხილავთ სათითაოდ ეს არის Per Jensenis Brothers in Arms ბერლის ნაზავი როგორც სტანდარტულად რო ამბობ აი შაიბის გვარ შეფუთვაში და ორივე სიტყვით ისტორიასაც მოგიყვებით აი ამ ბრენდის თუ ეხლა უკვე მე მგონი სუბბრენდი გახდა დიდ კომპანიაში პერ გეორგ იენსენი ეს არის რეალური პიროვნება იყო ადამიანი ჩიბუხის ძალიან დიდი მწველი და საერთოდ აი ჩიბუხის
საზოგადოებაში, ჭიბუხის წევრთა საზოგადოებაში ესეთი ძალიან ცნობილი ადამიანი და საპატიო ადგილი უჭირავს, იმიტომ რომ ის ოფიცერი კაცი იყო, მე მგონი დანის სამხედრო საზღვაო ძალების ვეტერანი არის და როგორც ჭიბუხის კარგი მოყვარული, მე მგონი ნელ-ნელა წლების განმავლობაში ბლენდერადაც იქცა და მისი შეზავებული ბლენდები, რომელსაც ჯერ თავად ეწეოდა, შემდეგ მეტყობა ვიღაცებს მოეწონა, ძალიან ისეთი გახდა და მოკლედ წლების შემდეგ მიყო ხელი მგონი აი ამ ბიზნესს და მოკლედ ერთ-ერთი ცნობილი და სახელოვანი ადამიანი არის აი ამ დარგში. იყო უბრალოდ. ეხლა არ მახსოვს ზუსტად ვერ ვიხსენებ, აწარმოებდა აბსოლუტურად სხვა კომპანია, ადრე დანიური კომპანია აი ამ თამბაქოებს. შემდეგ შეწყდა თამბაქოების წარმოება. არ ვიცი მე ხარ ასერთულე წარმოექმნა წარმოებელს, მაგრამ შეწყდა და წეველებში ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია, ხალხს გული წყდებოდა, რომ ესეთი თამბაქო დაიკარგა, ასეთი ნაზავები დაიკარგა და წლების შემდეგ კორნელენ დილმა შეიძინა ლიცენზია და უფლებები აი ამ თამბაქოს გამოშვების და ახლა არის მეორე დაბადება. აი ამ კომპანიის მე მგონი 4 ტიპის თამბაქოს უშვებს, ერთი არის ბერლი, მეორე არის ვირჯინია, მე მგონი ფლეიქსაც უშვებს და ნუ ის სამი უფრო ვირჯინიის ბაზებზე არის და ერთი არის ბერლი. ეს წამყვანი ესეთი ძალიან ხოიცი მე ხშირად მithქვამს, რომ უყვართ რაღაც ესეთი ლეგენდების და მისი სამიცემა და ნუ ესეთია, ნუ ახლა პიროვნება გითხარით, როგორი ლეგენდარულია, ნუ შემადგენლობა ახლა თამბაქოსი წამყვანი ბერლია, მაგრამ ვირჯინიაც არის, სამხრეთ კენტუკის პერიკიც არის ამაში, მე მგონი. და მგონი რამოდენიმე კი ორიენტალიც არის. მაგრამ აი ეს ორიენტალიც, ეს პერიკიც და ვირჯინიაც მცირე რაოდენობით არის, ძირითადად მაინც არის ეს სამხრეთ ამერიკული ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობ. მე მგონი სამხრეთ კაროლინის შტატში მოყვანილი ამერიკული ბერლი და წითელი ვირჯინია არის ამაში შერეული. აი ვიცი, ამობენ რომ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მწეველთა, ჭიბუხის მწეველთა წრეში აი ამ თამბაქოს დაბრუნებამ და ამობენ რომ არის ზუსტად ისეთივე, როგორც იყო პირველი ორიგინალი, ნუ ორიგინალს მე ვერ შევადარებ, იმიტომ რომ არ მქონდა მოწეული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგი იქნება, გავსინჯავ ამასაც, გავტესტავ შემდეგ თქვენთან ერთად. მეორე არის Low Country არის ესეთი ფირმა, თუმცა ესეც შედის და კორნელენ დილის ამ უზარმაზარ კორპორაციაში არის და კორნელენ დილის მეთვალყურეობით თუ ზედამხედველობით თუ ლიცენზიით და დაცვითი წარმოება. ესეც არის ძირითადი შემადგენლობა, ამაში არის ბერლი, მაგრამ არის ვირჯინიებიც, აი თეთრი და მუქი ვირჯინია, დარკ ვირჯინია სულ ეძახიან. ეს ვირჯინიებიც და ამაშიც არის პერიკი. ეხლა გაგიკვირდებათ და მე მგონი მე სხვა დროსაც ვთქვი, რომ როდესაც ვამბობ ბერლიან, აი ესეთი ნაზავები, სულ ვამბობ, რომ ძირითადად არის შედგება ბერლი, ვირჯინია, პერიკი და აი ესეთი ორიენტალები და აი ესეთ თამბაქოები. დიახ, ვერაფერს ახალს ვერ მოიგონებდნენ, ყველა ნაზავი ფაქტიურად შედგება აი ამ კომპონენტებისგან, მაგრამ ნუ სად მოყვანილი არის, როგორ მოყვანილი არის, როგორ არის ფერმენტაციის პროცესი, რისი როგორ არის, რამდენი ხნის დაძველების არის, რა პროპორციები არის, რაც ყველაზე მთავარია კიდევ. აი ამაში ძალიან განსხვავდება და გემოვნური თვისებებით დამიჯერეთ აბსოლუტურად სხვადასხვა. შეიძლება ეს ჩამოთვალო და თქვა, რომ ეს არის, მეორეში ზუსტად ეს კომპონენტებია, მესამეშიც ეს კომპონენტებია. მაშინ იტყვი, რომ ეს ერთი და იგივე ყოფილა, არაფერი არ არის განსხვავებული, მხოლოდ შეფუთვაო, მაგრამ არ არის ასე. დამერწმუნეთ, ჩამოგავს თითქოს, მაგრამ ერთი მეორეს არ გავს. როგორც თქვი, ესეც ბერლია, შეფუთული არის მე რომ თხილის კოლოფებს ვეძახი, ამერიკელები. ამერიკაში ძალიან ბევრი თამბაქოა ამაში გამოდის. ნუ ბევრი ამბობს, რომ აი ესეთ
შეფუთვაში აი ამ შაიბის წინააღმდეგ მაგალითად რა პლუსი რა მინუსია ეს უფრო მედგრადია უფრო მტკიცია არ დაზიანდება ჰაერი არ შეეპარება და ასეთი რაღაცები ამან შეიძლება ან დაზიანდეს ან რაღაცა უფრო ადვილად ან რაღაცაო თუმცა არ ამგონია და ამბობენ რომ შეფუთვის დროს ამაში ჰაერი მეტი რჩება აქ არ არის ამოტუმბული აი აქ ვაკუუმია თითქმის შექმნილი აქ არის შიგნით ჰაერი ამიტომ ფერმენტაციის პროცესი აი ამ შეფუთვაში უფრო აქტიურად გრძელდება ვიდრე აქ. ეხლა აზრიც გაყოფილია ვიღაც ამბობს რომ ფერმენტაციის პროცესი რო ჩერდება აქაც მიდის. მაგრამ უფრო ნელა. ვიღაც ამბობს რომ ეს არის კარგი. სხვა აზრი აქვს და ამბობენ რომ არა, აი ეს უფრო კარგი არის. ამიტომ ესეთ პატარა დეტალებზე ჩვენ არ დავიღალოთ თავი, უბრალოდ მე მაგალითად ასეთ რაღაცებზე ძალიან არ ვიღლი თავს. მე უბრალოდ ყიდულობ თამბაქოს, მომეწონა ვეწევი, არ მომეწონა, არ მომეწონა, ვერ გეტყვით. ყველა კარგი თამბაქოა და უბრალოდ როგორც აღნიშნე მე ბევრჯერ მithქვამს, ჩიბუხის მოწევა კარგი თავგადასავალია და აი ამ თავგადასავალში სხვადასხვა ფურცელი არის. ცუდი თამბაქო, აი კარგი მწარმოებლების ფაქტიურად არ არსებობს. და სხვადასხვა მაგაზე მე გავაკეთებ ერთ ვიდეოს უბრალოდ გავაკეთე უკვე, მაგრამ ეხლა დასამონტაჟებელი მოგდა გავუშვებ, მე მქონდა განხილვა, შეიძლება მე გაგიკვირდეთ, რატო ვაკეთებ იგივე თამბაქოზე განხილვას, მაგრამ ძალიან ბევრს არ დავასპოილერებ, არ გეტყვით რა არის, მაგრამ შემოგთავაზებთ ამის შემდეგ ვიდეოს და იმაში იქნება თამბაქო, რომელზეც 6 თვის წინ გავაკეთე განხილვა. და გარკვეული შეფასება მივეცი. არც ისე აღფრთოვანდი რო იტყვიან, თუმცა საკმაოდ კარგი მწარმოებლის იყო. და იმის შემდეგ გავიდა თითქმის 6 თვე. მე ხა მოვწიე და მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად განსხვავებული ის მივიღე, აი ბევრად უფრო უკეთესია და ძალიან მომეწონა და აი ამ პროცესში ეთყობა როდესაც ის გახსნილი იყო და ფერმენტაცია უფრო დაჩქარდა და რაღაცა ჟანგბადი მეტი შეიწოვა ან რაღაცა, აი რა ვიცი, თამბაქო უფრო მომეწონა, ბევრად მომეწონა და აბსოლუტურად განსხვავებული გამოვიდა. აი ახალ გახსნილი და 6 თვის გახსნის შემდეგ კოლოფის, იგივე კოლოფი. კარგით, მაშინ მომავალ შეხვედრამდე. და იმ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ რამოდენიმე დღეში. აკვამდის